როგორ შეიძლება ჩვენ თქვათ, რომ პავლე მოციქული სწოდავდა, რომელიც სხვებს ასწავლიდა უცოდველობას. სანამ ადამიანი ლოცვას დაიწყებ, მანამდე ჯერ ღმერთი უნდა გაიცნო. პავლე მოციქული ამბობს, განუწყვეტლივ ილოცებდით. ეს იმას ნიშნავს შინაარსობრივად, განუწყვეტლივ ღვთისხსოვნაში იყოს ადამიანი. ჩვენ ღმერთზე წარმოდგენა ხალხისგან კი არ უნდა გავიღოთ, ღმერთისგან. სხვა არის ცოდვილი და სხვა არის მცოდველი. ღმერთი უსმენს იმას, ვინც ღმერთს უსმენს. როდესაც ქრისტემ უდაბნოში იმარხულა, მარხვით განიდევნა ეშმაკი? რა თქმა უნდა არა. ქრისტეს სიტყვა გვანახებს საკუთარ თავს, ღმერთს და ბოროტს. იუდას სწორად არ ესმოდა, სწორად ვერ ხედავდა ქრისტეს და ამიტომაც ვერ ილოცა. ეს არის უმაღლესი ლოცვა, რომ ადამიანმა ღმერთის წინაშე იცხოვროს ისე, რომ ყოველდღიურად მზად იყოს, რომ თქვას და უთხრას უფალს, რომ უფალო იყოს ნება-შენი. ანუ ქრისტეს მოქმედება, ქრისტეს საქმე, ქრისტეს მდუმარება, ქრისტეს სიტყვა, ეს ყველაფერი არის ჩვენი სარკე. და მაგის მიხედვით უნდა ფიქრობდეთ, ვაზროვნებდეთ და მაგის მიხედვით უნდა ცხოვრობდეთ. მოგესალმებით. დღეს ვიწყებთ გადაცემას ქრისტიანობა და თანამედროვეობა და შევეცდებით, რომ თანამედროვე პრობლემებზე დამყარა არგუმენტებზე ვისაუბროთ, ანუ ქრისტიანულად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება და ამოხსნათ ეს ჩვენი პრობლემები ქრისტიანულად. ამისთვის მადლობას ვუხდი მისმინეს გუნდს, რომ ჩვენ მოგცა 1 საათი თუ 2 საათი იმისთვის, რომ ჩვენი სათქმელი გვეთქვა საზოგადოებისთვის. კერძოდ დღეს მინდა ვისაუბრო ცოდვის შესახებ. თუ რას ნიშნავს ცოდვილი, თუ რას ნიშნავს მცოდვილი. მე ვთქვი ერთგან, რომ ღმერთს არ ვთხოვ ცოდვების შენდობას, რადგან არ ვცოდავ, მაგრამ მე არ მithქვამს, რომ არ ვარ ცოდვილი და მე არ მithქვამს, რომ ცოდვები არ მაქვს. მე ვთქვი ამ ჟამზე, ამ დროზე, რომ მე ვიქცევი ისე, როგორც ქრისტეს უნდა და ცოდვებს რომ არ ჩავდივარ და ეს რაღაცნაირად პრობლემა გახადეს და მეუფეშიომაც იქადაგა ამაზე და ჩემი გაკრიტიკება უნდოდა და სინამდვილეში გამოვიდა, რომ გააკრიტიკა მოციქულები. არა ვარ ჩვენ ასეთი სულიერად სისხლმდინარენი, განა არ არის ჩვენი სულიც სავსე ცოდვებით, რაც არის სნეულება სულიერი. აი ამ სნეულებებით საერთოდ ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანის ცოდავს. ყველას აქვს ეს ცოდვები და სნეულებები. ამას გვასწავლიან წმინდა მოციქულები. აი მაგალითად იაკობ მოციქული, ძმა უფლისა, ამბობს, ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ასევე წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც წერს, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ცოდვა არა გვაქვს,
ესე იგი თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. და კარგია როცა ვხედავთ ამ ცოდვებს. მაგრამ ბევრ მათგანს ჩვენ ხომ ვერც ვხედავთ. ანუ ნაწილს ვხედავთ. ნაწილს ვერა. და რატომ რომ ისე ვართ შეზრდილები ამ ცოდვასთან, რომ ვეღარც ვასხვავებთ უკვე სად არის ჩვენი სული და სად არის ცოდვა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე სულიერ მდგომარეობაში არიან, რომლებიც საერთოდ ვერ გრძნობენ, საერთოდ ვერ ხედავენ ვერანაირ ცოდვას თავის სულში. აი ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც. როცა ადამიანს სული მკვდარი აქვს, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს. და როგორ ვლინდება ეს, რომ ადამიანი აკვირდება თავის თავს, მაგრამ ცოდვებს ვერ ხედავს. ის ამბობს ესეთ რამეს. საერთოდ ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანის ცოდავს. ყველას აქვს ცოდვები და სნეულებები. ამას გვასწავლიან ჩვენ მოციქულები. აი ამ ცხოვრებაში ყველას ცოდავს, გამოდის რომ მოციქულებიც ქრისტეს აღდგომის შემდეგ ცოდავდნენ და ამის თქმა სრულიად მიუღებელია. მოციქული იაკობი სიტყვები მოყავს მეუფეშიოს და ამბობს რომ ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები, იცოდეთ რომ უფრო დიდ მსჯავრს მიიღებთ, რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. აი ეს სიტყვები მეუფეშიომ ჩათვალა, რომ მოციქული იაკობი სცოდავდა, თავის თავზე ამბობს და ეს ყოვლად მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ მოციქული იაკობი აქ ჩვენ ამბობს, აქ არის საუბარი სიტყვით შეცოდებაზე, რომელსაც ეუბნება თავის ძმებს, ანუ ებრაელებს, რომლებიც არ ღებულობდნენ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას. და არა იმაზე, რომ იაკობ მოციქული რომ ცოდავდა, ამის თქმა შეუძლებელია თუ ისევ იაკობ მოციქულის წერილს წაიკითხავ. დააკვირდით დასაწყისში რა წერია. მერე გულის თქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს. აი ამ ჩადენილ ცოდვაზე ვსაუბრობ მე, ამ ჩადენილ ცოდვაზე იაკობ მოციქული ამბობს, რომ ის შობს სიკვდილს. რას ამბობს პავლე მოციქული? პავლე მოციქული ამბობს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, რაღა ვთქვათ, დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლმა იმატოს, არამც და არამც, ჩვენ რომელნიც მოუკვდით ცოდვას, როგორღა ვიცოცხლოთ მასში. ეს არის რომაელთას 1:6-1:2. პავლე მოციქულის სიტყვები ნიშნავს, რომ ჩვენ, როდესაც ნათელს ვიღებთ, მოვუკვდით ცოდვას, ვდებით ცოდვისთვის. და რა თქმა უნდა, ჩვენ ნათლისღებისას ეს ასე ხდება, მაგრამ ბევრი შემდეგ ვცოდავთ, მაგრამ არა მოციქულები. არა მოციქულები, რომლებიც როგორც ასეთი ცოდველები არ იყვნენ. მე ვამბობ, რომ მღვდელი, მღვდელმთავარი და საერთოდ მონათლული ქრისტიანი თუ ჭეშმარიტი ქრისტიანია, არ უნდა ცოდავდეს, რადგან ცოდვა უმთავრესი არის ღმერთს მოშორებულობა. როგორ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ იოანე მოციქული
იოანე მახარებელი სწოდავდა. ეხო ამის თქმა ხომ შეუძლებელია. როგორ შეიძლება ჩვენ თქვათ, რომ პავლე მოციქული სწოდავდა, რომელიც სხვებს ასწავლიდა უცოდველობას. ნახეთ, რას ამბობს. ამიტომ მე გავბივარ არა უმიზეზოდ, ვიბრძვი არა ისე, ვითომს ჰაერს ვცემდე, არამედ ვდგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ უხადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავჭე. აი მე ვსაუბრობდი ამაზე. ეს არის პავლე მოციქულის სიტყვები, რომელიც არის 1 კორინთელთას 9:26-27. ანუ არ შეიძლება რომ მოციქულზე ვთქვათ, რომ ისინი ცოდავდნენ. ისინი ცოდვაში იყვნენ. რაც შეეხება საერთოდ ცოდვილიანობას. ეს არის საკითხი, რომელიც უმთავრეს წილად მიეკუთვნება ადამიანის დაცემულ ბუნებას. და ყოველი ადამიანი, რომელიც არის რწმენაში, ყველა მიცის, რომ ის ცოდვილია. პირველ რიგში მოციქულებმა იცოდნენ, რომ ადამიანის ბუნება არის დაცემული და ადამიანის ბუნება ღმერთს არ აღუდგენია. ღმერთმა აღადგინა ადამიანის სული, თორე ადამიანი დარჩა მოკვდავი. წმენა არის ცოდვის შედეგი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვწამს, ეს იმიტომ ვწამს, რომ ვერ ვხედავთ. ადამი, როდესაც შექმნა ღმერთმა, ის მორწმუნე კი არ იყო, ის ღმერთს ხედავდა და მორწმუნე გახდა, როცა მისგან გავიდა ღმერთი. აი, როდესაც პავლე მოციქული ამბობს, რომ სამია ქვეყანაზე იმედი, რწმენა, სიყვარული და სიყვარული არასოდეს არ გაქრება, ეს ნიშნავს, რომ რწმენა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, გაქრება მაშინ, როცა დავინახავთ იმას, ვინც ჩვენ ვწამს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვწამს, ესე იგი ჩვენ ვწამს ის, ვისაც უნდა ვხედავდეთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. აი ეს ვერმხედველობა ყოველთვის ტოვებს ადამიანში იმ შესაძლებლობას, რომ ის შეიძლება შეცდეს. ადამიანის ბუნება შეუმცდარი არ არის დედამიწაზე, რაც არ უნდა აღდგომილი იყოს სულით. ამიტომ არის სიკვდილამდე არ ამბობენ, რომ ის შეუმცდარია, რომ ის უცოდველია. აი სიკვდილის მერე, ვინც გავა ისე, როგორც პავლე გავიდა, როგორც პეტრე გავიდა და როგორც დიდი წმინდანები გადიან, სიკვდილის მერე ითქმის, რომ ის არის უცოდველი. ამიტომ სხვა არის ცოდვილი და სხვა არის მცოდველი. აი მცოდველი არის ის, ვინც სჩადის ცოდვას, ანუ არ ღვევს ღვთის რჯულს, არ ემორჩილება ღვთის ნებას, არ ემორჩილება ღვთის ბრძანებებს. ეს არის მცოდველი და მე ვამბობ, რომ არ შეიძლება რომ ადამიანი, ქრისტიანი, მორწმუნე და მით უმეტეს მღვდელი თუ ეპისკოპოსი ამბობდეს, რომ ჩვენ ყველანი ვცოდავთ. და ეს ნორმად გახადო. როგორც იოანე მახარებელი აგრძელებს, ამას იმიტომ გეუბნებით, შვილებო, რომ არ შესცოდოთ და თუ ვინმე თქვენთაგანი შესცოდავს, მაშინ ყავს შუამავალი, იესო ქრისტე. ანუ ჩვენ ყველანი ცოდვილები ვარ და ჩვენ ყველანი ვცოდავთ, ამიტომ ამის თქმა არაფრით არ შეიძლება. შეიძლება მე ვთქვა ჩემს თავზე, შეიძლება ყველამ თქვას, მაგრამ იმის თქმა, რომ მოციქულები ცოდვილები იყვნენ და ცოდავდნენ,
ეს არის სწავლების დარღვევა. ყველაზე მთავარი რაც არის ახლა მამაო საუბრობდა აქ არის ის რომ ეს არის დამოწმებული წმინდა წერილის მიერ და ხშირად არის ახლა ჩვენთან მეუფე შიო, მეუფე სტეფანე, სხვები ისე საუბრობენ, ისე ამბობენ სიტყვას რომ არანაირი წმინდა წერილიდან დამოწმება, არანაირი წმინდა წერილიდან დადასტურება იმის რომ იქ ესე წერია, ესე ამბობს, ამ წმინდა წერილსაც თავისი გაგება ჭირდება. წმინდა წერილი არ არის ისე რომ რაღაც ერთი მონაკვეთი აიღო და შემდეგ ის წერია რაღაც ერთი, მაგრამ შეიძლება სხვა ადგილას მისი საპირისპიროც ეწეროს. აი ამას თავისი ამოხსნა ჭირდება. აი მაგალითად დავსვათ კითხვა ლოცვაზე. პავლე მოციქული ამბობს განუწყვეტლი ვილოცებდით. ეხლა თუ პირდაპირ გავიგებთ ამას განუწყვეტლი ვილოცებდით, ეს იმას ნიშნავს მაშინ რომ დღე და ღამ ადამიანი რო დადის, მუდმივად უნდა ამბობდეს უფალშემიწყალი, ან მუდმივად უნდა ამბობდეს მამაო ჩვენოს, მაგრამ ამ გაგებით ხო არ ამბობს პავლე მოციქული. ეს ილოცებდით, ამას აქვს თავისი შინაარსი, პავლე რო ამბობს და ეს იმას ნიშნავს შინაარსობრივად, განუწყვეტლი, ესე განუწყვეტლი ღვთისხსოვნაში იყოს ადამიანი. და ეს ღვთისხსოვნაში, ღვთის სიკეთის კეთებაში, ღვთის სათნოებებში იყოს ადამიანი. აი როცა მოწყალებას გასცემ, როცა გაჭირვებულს დაეხმარები, როცა პატიმართან სანახულებლად მიდიხარ, როცა სხვა ამ სიკეთეებს აღასრულებს ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი ადამიანი მუდმივად ღვთისთვის სათნო ცხოვრებით ცხოვრობს. აი ესეთი ადამიანი არის განუწყვეტლად ღმერთის მსახურებაში, ანუ განუწყვეტლი ღვთის სიკეთის ქმნაში, განუწყვეტლი ღვთის ლოცვაში. აი ეს არის ამ შინაარსით ამბობს პავლე ამას და ამას ჭირდება თავისი გაგება, თავისი ცოდნა და ამიტომაც წმინდა წერილის ესე კითხვა, რომ საერთოდ იყო ესეთი ეკლესიაში ალექსანდრიული და ანტიოქიური სკოლა. ალექსანდრიული სკოლა იყო რომელიც წმინდა წერილს გადატანითი მნიშვნელობით განმარტავდა, ანტიოქიური სკოლა იყო, რომელიც უფრო მეტად პირდაპირი მნიშვნელობით. აი მაგალითად თუ შენი მარჯვენა გაცდუნებს მოიკვეთე, ეს რო პირდაპირი გაგებით გაიგოს ადამიანმა, ну მაშინ დიდი საცდურია, ხო? იმიტომ რომ მართლა პირდაპირ მარჯვენა ხო არ უნდა მოიკვეთო ადამიანმა, მაგრამ ის რომ არა იპარო, ეს პირდაპირ გასაგებია, ამას არ ჭირდება არანაირი გადატანითი მნიშვნელობა. და როგორც ჩანს, უჭირთ მეუფეს უჭირს იმ სამღვდელო პირებს, აი რაღაც წმინდა წერილის გააზრება, წმინდა წერილის სწორი შემეცნება, ესე სიღრმისეულად ამოკითხვა იმის თუ რას ამბობენ მოციქულები, რას ამბობს ქრისტე, რას ამბობენ წმინდა მამები და ამიტომაც არის რომ აი მამა დოროთე რასაც ამბობს, ამყარებს წმინდა წერილიდან, ამყარებს ბიბლიიდან და მეუფე და ჩვენი სხვა მოწინააღმდეგე სამღვდელო პირები რასაც ამბობენ, რო აკვირდებით არანაირი ესეთი წმინდა წერილიდან დამოწმება და წმინდა წერილიდან ახსნა კი არ არის, არამედ რა ვიცი, ან ვიღაც მიაწუდის აზრს რომ ესე უნდა თქვა, ან რაღაც ეტყვიან რომ ეხა ესე უპასუხოთ, თორე ესე რომ განსჯიდნენ და წმინდა წერილი დაპასუხებდნენ, ამას ვერ ვხედავთ. და ბოლოს კიდევ გაგრძელდება ჩვენი საუბარი, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, რა კი ლოცვა შევეხე, აი ლოცვის გააზრებაც არ აქვთ. იმიტომ რომ მოსე როდესაც ღმერთის წინაშე იდგა, წინ ზღვა იყო და უკან ფარაონი და მოყავს, გამოიყვანა ღმერთმა ეგვიპტიდან, მაშინ დგას ზღვის წინაშე და არაფერი არ უთქვამს მოსეს, ბიბლიაში არ წერია რომ მოსემ რამე თქვა და ღმერთი ეუბნება მოსეს რომ ჟას ღაღადებო ჩემ დამომართ. ამაზე წმინდა მამები ამბობენ რომ მოსე ლოცულობდაო, შინაგანი ლოცვა ქონდაო. და ღმერთმაო ეს მისი შინაგანი განცდა, ეს მდუმარე ლოცვა. შერაცხაო როგორც ლოცვა, ღაღადი, არადა სინამდვილეში არ ღაღადებს. და მეორე უფრო საინტერესოა, ეფრემასური განმარტავს ამ სიტყვებს და ამბობს რომ მოსეს ეუბნებაო რომ რას ლოცულობო, რას ღაღადებო, რაო ღმერთ მე მივატოვებო ამერსო და ესე გრძელდება ბიბლიაში, ვიცით რომ ღმერთმა გახსნა ზღვა, გამოიყვანა იქედან ებრაელი
ერი და იმ ზღვაში შემდეგ ჩაიხრჩნენ ფარაონი და მისი ჯარი. ასე რომ ლოცვის ეს გააზრებაც აუცილებელია. სწორად ლოცვა, სწორი ლოცვის გაგება და ის რომ არის ზოგჯერ ისეთი დრო, აი როცა ქრისტე დგას ჯვარცმის წინაშე და ჯვარცმისთვის ემზადება, იქ არ ეუბნება მამას, რომ მამა შემიწყალე, იქ ეუბნება მამას, რომ მამა იყოს ნება შენი. აი ეს არის უმაღლესი ლოცვა, რომ ადამიანმა ღმერთის წინაშე იცხოვროს ისე, რომ ყოველდღიურად მზად იყოს, რომ თქვას და უთხრას უფალს, რომ უფალო იყოს ნება შენი. აი ეს არის მამა დოროთეზეც ამბობდნენ, რომ რაღაც მამამ რო თქვაო 30 წელი არ მილოციაო. შემდეგ განმარტა მამამ და ბევრმა გამგებმა გაიგო. მაგრამ ნახა ვისაც არ სულს გაგება, ის რა თქმა უნდა ვერ გაიგებს და ყველაზე მეტად გასაკვირი ის არის, რომ მღვდლებმა ვერ გაიგეს. მთავარმა ვერ გაიგო. ეს არის საოცრება ადამიანი, რომელიც ისე ახლოს უნდა იყოს ღმერთთან, იმდენად ლოცველი უნდა იყოს, რომ ლოცვის არსი გესმოდეს, მაგრამ როგორც ჩანს ლოცვის არსი ვერ გაუგიათ და ეს არის სამწუხარო. სანამ ადამიანი ლოცვას დაიწყებ, მანამდე ჯერ ღმერთი უნდა გაიცნო. აი ყველაზე დიდი ცოდვა არის ღვთის უცოდინრობა. და ლოცვას წინ უნდა უძღოდეს აუცილებლად პირველ რიგში ღვთის ცოდნა. აი მაგალითად ფსალმუნში არის ესეთი სიტყვები ყური უფლისა მართალთა ზედა. და ასევე სახარებაში ქრისტე ამბობს, რომ არა ყველას იმისას ვისმენო, ვინც თქვასო უფალო, არამედ ვინც აღასრულოსო ნება მომავლინებელისა ჩემისა. ანახეთ ორი რამ არის თურმე საჭირო იმისათვის, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვა ისმინოს. ერთი ეს არის ის რომ უნდა იყო მართალი და მეორე ეს არის ის რომ უნდა იყო ღვთის ნების აღსრულებელი. ხა როგორ უნდა იყოს ადამიანი მართალი? ვინ არის მართალი ადამიანი? მართალი ადამიანი არის ის, ვინც იცნობს ღმერთს. და ვინც იცნობს ღმერთს და იცის ღმერთი, იმას შეუძლია შემდგომში იყოს ღვთის ნების აღსრულებელი. და ასეთი ადამიანების ლოცვას ისმენს ღმერთი. ამიტომაც არის რომ აი ლოცვას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს შემეცნება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვის წინაშე ვლოცულობთ და უნდა ვიცოდეთ ლოცვის დროს ჩვენი საჭიროება. არის ესეთი ნათქვამი მორჩილს ღმერთი ემორჩილებაო. ანუ მორჩილი ეს არის ადამიანი, რომელიც ღმერთს უსმენს. ანუ სხვა სიტყვებით რომ თქვა ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთი უსმენს იმას, ვინც ღმერთს უსმენს. და ღვთის მსმენელი ადამიანი არის მართალი ადამიანი და არის ის, ვინც ღვთის ნებას მიყვება. ასევე რატომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ლოცვის დროს ჩვენი საჭიროება რა გვჭირდება. აი მაგალითად, როდესაც ადამიანი ტყვეობაშია და მან ღმერთს თხოვოს, ხო, ან რა ვიცი, მანქანა, სახლი, კარი, რა აზრი აქვს, ხო, ეს არ არის მისი მდგომარეობის შესაბამისი ლოცვა, მისი საჭიროების შესაბამისი ლოცვა. ამ დროს მას სჭირდება პირველ რიგში ტყვეობიდან განთავისუფლება. და ამ ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ შეიძლება სხვა სათხოვარი კონდეს, ხო? ანუ როდესაც ჩვენ ლოცულობთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ აწყო დროში ჩვენი საჭიროება რა არის და იქიდან გამომდინარე უნდა ვთხოვდეთ ღმერთს და იქიდან გამომდინარე უნდა ვლოცულობდეთ. აი თვითონ მოციქულებმა როდესაც უთხრეს მაცხოვარს გვასწავლე ლოცვაო, მაცხოვარი ასწავლის მამაო ჩვენოს ლოცვას. და ეს მამაო ჩვენოს ლოცვა თავიდან ბოლომდე არის შემეცნებითი ლოცვა. ანუ ეს არის ლოცვა, სადაც ხდება გაცნობა ღმერთის. და აი ამის გააზრების შემდეგ არის ლოცვაც ნაყოფიერი. აი მაგალითად მამაო ჩვენოში არის ესეთი სიტყვები, ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, ხო? ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენზე განსაცდელი არ მოიწევს და არ უნდა მოიწიოს, როგორც ამას ზოგიერთი მთავრობის წარმომადგენელი ამბობს და ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ადამიანი განსაცდელში ჩავარდება, იმ განსაცდელზე გამარჯვების ძალა მისცეს ღმერთმა და იმ განსაცდელში არ დამარცხდეს.
აი თვითონ მოციქულებს ხო რა არ ამბობდნენ მამაო ჩვენოს, ხო ღმერთმა მათ ასწავლა მამაო ჩვენო და რამდენი განსაცდელები ჰქონდათ წმინდა მამებს. მაგრამ ეს მოციქულები წმინდა მამები ამ განსაცდელებში არ ეცემოდნენ, ანუ ამ განსაცდელის მსხვერპლი არ ხდებოდნენ. და სწორედ ამას ნიშნავს, ანუ ღმერთი მათ აძლევდა მათ ღვთისგან სულიწმინდით ჰქონდათ იმისი ძალა და მადლი, რომ ამ განსაცდელებზე იმარჯვებდნენ. აი მაგალითად იუდა, ხო, იუდამ როდესაც ქრისტე გაყიდა, შემდეგ უკვე თავი ჩამოიხრჩო და რატო არ ილოცა იუდამ, რატო არ თხოვა შეწყალება? ამისი მიზეზი იყო ის უცოდინრობა. იუდას სწორად არ ესმოდა, სწორად ვერ ხედავდა ქრისტეს და ამიტომაც ვერ ილოცა. და ამიტომაც არ თხოვა შეწყალება. ანუ საბოლოოდ მივდივართ ისე ვიქამდე, რომ სანამ ადამიანი ლოცვას დაიწყებს, უნდა იცნობდეს ღმერთს და უნდა იცოდეს ის თუ როგორ უნდა ილოცოს. ასევე კიდე არის ერთი რამ, რომ აი მაგალითად, როდესაც ჩვენ რაღაცას ღმერთს ვთხოვთ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმის გასააზრებლად, რომ რასაც ღმერთისგან მივიღებთ, ის სწორად გამოვიყენოთ. აი მაგალითად, ღმერთს ლოცვაში ვთხოვე ჯანმრთელობა. ვარ სნეული და ღმერთს ვთხოვე ჯანმრთელობა. და მომცა ღმერთმა ეს ჯანმრთელობა. მე მზად უნდა ვიყო იმისთვის, რომ ეს ღვთისგან ბოძებული ჯანმრთელობა შემდგომში სწორად გამოვიყენო. იმიტომ რომ არის ისე, რომ ღმერთი მაგალითად, როდესაც ჩვენ თხოვნას გვისრულებს და რაღაცას გვაძლევს, ამით ზრუნავს ჩვენზე, მაგრამ ასევე როდესაც ჩვენ ღმერთს რაღაცას ვთხოვთ და არ გვაძლევს, ამითაც ზრუნავს ღმერთი ჩვენზე. ანუ ღმერთი როგორც მოცემით, ასევე არ მოცემითაც ზრუნავს ჩვენზე. ამიტომ როდესაც ჩვენ ლოცვაში რაღაცას ვითხოვთ და არ გვეძლევა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თუ მას მივიღებთ, ალბათ სწორად ვერ გამოვიყენებთ ცხოვრებაში იმ ღვთისგან ბოძებულს და ამიტომ არ გვეძლევა. ამიტომ ლოცვას აუცილებლად პირველ რიგში წინ უნდა უსწრებდეს გააზრება საკუთარი საჭიროების და ასევე პირველ რიგში გააზრება იმისა, თუ ვინ არის ღმერთი და რა უნდა ვითხოვოთ ჩვენ მისგან სწორად. ანუ სწორი თხოვნა უნდა გქონდეს. აი არის ესეთი ლოცვის სამი სახეობა, ხო? თხოვნითი ლოცვა, არის მადლიერებითი ლოცვა და არის დიდების მეტყველებითი ლოცვა. აი ხა მაგალითად თხოვნითი ლოცვა. შეიძლება ადამიანმა თხოვნის დროს ითხოვოს ღვთისგან რაღაცა მიწიერი. ეს არ არის რა თქმა უნდა მაღალი მდგომარეობა სულიერების, მაგრამ მაინც კარგია იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანს მაინც ღმერთი ეიმედება, თუნდაც იმ მიწიერში ღვთის იმედი აქვს. მაგრამ თხოვნითი ლოცვის დროს ყველაზე დიდი თხოვნა არის ღმერთის მიმართ, რომ ღმერთისგან ჩვენ ღმერთი უნდა ვითხოვოთ. ვინც თხოვსო მამას, ჩემს მამასო, ისო მისცემსო მას სულიწმინდასო, ხო, სახარება ესე გვასწავლის. ანუ ღმერთი ამითი გვიჩვენებს იმას, რომ თხოვნითი ლოცვის დროს ყველაზე დიდი სათხოვარი რა არის, რომ ღმერთს ისევ ღმერთი თხოვო, ანუ ის ღმერთი რო დარჩეს შენთან. ეს არის ყველაზე დიდი თხოვნითი ლოცვა. აი მადლიერებითი ლოცვა მაგალითად ჩვენ ვიცით სახარებიდან 10 კეთროვანის განკურნება და ამ როდესაც ქრისტე ამ 10 კეთროვანს განკურნავს, აქედან მხოლოდ შემდეგ უშვებს მათ და აქედან მხოლოდ ერთი ბრუნდება მადლობის სათქმელად. რაღაც ახლა როგორი მომენტია, რომ ამ 10 კეთროვანს განსაცდელი ჰქონდათ ის, რომ სნეულები იყვნენ. მაგრამ ეს განკურნება მათთვის კიდევ უფრო დიდი განსაცდელი აღმოჩნდა. იმიტომ რომ მხოლოდ ერთი დაბრუნდა მადლობის სათქმელად. ანუ თხოვნით ლოცვას აუცილებლად უნდა მოსდევდეს შემდეგ მადლიერებითი ლოცვა. ანუ რაც ღვთისგან გებოძა, იმისათვის მადლიერი უნდა იყო ღმერთს, ღვთის. და აი ამ მადლიერებაში მხოლოდ ერთი ადამიანი აღმოჩნდა ამ 10 კეთროვნიდან მადლიერი ღვთის. ანუ როგორც სნეულება ადამიანისთვის განსაცდელი, ასევე შეიძლება ადამიანისთვის ჯანმრთელობაც განსაცდელი აღმოჩნდეს, თუ ის მას არასწორად გამოიყენებს.
და მესამე ყველაზე დიდი ლოცვა ეს არის როგორც მამები ამბობენ ეს არის დიდების მეტყველებითი ლოცვა და დიდების მეტყველებითი ლოცვა იმითოა ყველაზე დიდი რომ ამას სჭირდება დიდი გონება როდესაც შენ ღვთის სიდიადეს ხედავ და ადამიანი რომელიც ღვთის სიდიადეს ხედავს ის ამბობს ღმერთზე იყავ ნება შენი არა როგორც მე ვნებავს არამედ როგორც შენ გნებავს და ასევე ამბობს პავლე მოციქულივით რას მიბრძანებ უფალო და ყველაზე დიდი ლოცვა ამ დიდებით მეტყველებით ლოცვაში არის ის რომ შენ ადამიანს შეიძლება რაღაც შენი განზრახვები შენი მიზნები გქონდეს სიკეთესთან მიმართებაში მაგრამ თუ ღმერთის სხვა რამეს გეტყვის მზად ხარ იმისთვის რომ გააკეთო ის არა რაც შენ გინდა არამედ ის რაც ღმერთს უნდა მამა რო ამბობდა მამაშიო რაღაც რო დავაკვირდებით ხო ეს მოდგმა განიდევნება მარხვით და ლოცვით ეშმაკზეა ხო ნათქვამი ეხა შედა ის რო შევხედოთ როდესაც ქრისტემ უდაბნოში იმარხულა მარხვით განიდევნა ეშმაკი რა თქმა უნდა არა ხო იმიტომ რომ მარხვის დროს კი არ განშორდა ეშმაკი ქრისტეს არამედ როცა იქ სამი გამოცდა მოუწყო როებნება რომ ქვები პურებად აქციე როებნება რომ ტაძრის სართულზე აიყვანაო და გადაიგდე თავი შენი მესამეუბნება რომ ამ სოფლის დიდებას უჩვენებს ღვთის მაღალი მთიდან და ეუბნება რომ ქრისტე პასუხობს ამ სამივე გამოცდას აი ამის შემდეგ არის რომ რჯულიდან რო პასუხა პირველზე ამბობს ქრისტე რომ არაპურითაც ხონდების კაცი მეორეზე ამბობს რომ არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი და მესამეზე ეუბნება რომ განვე ჩემგან სატანა ამის შემდეგ მოშორდა ეშმაკი ესე იგი მარხვის გამო კი არ მოშორდა არამედ ამის შემდეგ მოშორდა ეშმაკი საერთოდ არ ჭამსო მინდოდა რამის თქვა ხო აი ლოცვაზე მინდოდა ერთის დამატება მაგალითად კაცი ლოცვის დროს რაღაცას რო ითხოვ ამ ლოცვის დროს საქმითაც იქითკენ უნდა მიდიოდე რასაც ლოცვაში ითხოვ აი მაგალითად კაც სიტყვაზე თქვათ ხარ სასმელისკენ მიდრეკილი და ღმერთს თხოვ რომ ამისგან გამანთავისუფლე ეხლა შენი მოქმედებებიც რა უნდა იყოს ხო უნდა იყოს შესაბამისი ხო თავს უნდა იკავებდე მაგალითად წვეულებებზე დაბადების დღეებზე ანუ სადაც შენ ეს საცდური გელოდება იმ იქაურობას უნდა გაცილდე და ეს არის როდესაც შენს ლოცვას საქმითაც ეხმარები ანუ შენ ილოცო და საქმით ამის საპირისპირო აკეთო და თავი იმ სიტუაციაში ჩაიგდო სადაც ეს განსაცდელი გემუქრება და ეს ცოდვა გემუქრება ეს იმას ნიშნავს რომ შენ გულწრფელად არ ლოცულობ ან გააზრებული არ აქვს ლოცვა რა არის ხო და აი ვერ დავასრულე მეორე ლოცვაზე რო შევადაროთ ეხა უძღებიშვილი რომელიც მამას მოშორდა და მამისკენ ბრუნდება რა გონს მოეგო სახარებაში წერია ეხა ეს არ ნიშნავს იმას რომ ადამიანმა არ უნდა ილოცოს და არ უნდა იმარხულოს რა თქმა უნდა იმარხულო უნდა ილოცო მაგრამ აი მარხვის და ლოცვის გააზრება უნდა მოხდეს შენში და იმაზე წერია უძღებშულზე გონს მოეგო არ წერია არც ილოცა არც იმარხულა ამ გონს მოსვლით შეურიგდა მამას ამ გონს მოსვლით მობრუნდა და მიბრუნდა მამისკენ ანუ მიბრუნდა ღვთისკენ აი აქ იაკობ მოციქული რო ამბობს რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ ვინც სიტყვით არ ცდება სრულყოფილი ადამიანია აი ვინ არის ეს თუ არა თვითონ ვინ სიტყვით არ ცდება ხო ვინ სიტყვით არ ცდება ის სრულყოფილი ადამიანი ებრაელებს ეუბნება განმარტებებში წავიკითხე რომ ცრუძმებს ესაუბრება და თავის თავსაც მიათვლის სინდაბიდან გამომდინარე მაგრამ ბევრს ვცოდავთ თვითონ კი არ ცოდავს და აქ შემდეგ არის კიდევ მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამასა და მით წევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს ადამიანებს ახლა იაკობ მოციქული რა წევლი და ადამიანებს ანუ თავს მიაკუთვნებს ეს თავის ძმებს თვითონაც ხო ებრაელი იყო და ძმებს ესაუბრება ებრაელ ძმებს რომლებმაც ქრისტე არ მიიღეს აი ეს იაკობ მოციქულის წერილი მთლიანობაში არის წმენა საქმე და სიტყვაზეა საუბარი აი ეს სიტყვა ვინც ენით ცოდავს ეს არის ძალიან საინტერესო უშინ წავიკითხე წმინდა მამებში რას ამბობს მოკლედ იაკობ მოციქული ამბობს რომ ენით ცოდვა არ ამბობს იმას რომ არ იქადაგო ღმერთი არ ასწავლო არა
ადამიანები, რომლებიც მეტს ამბობენ, ვიდრე აკეთებენ. ანუ შენი ენა, შენი სწავლება სხვასაც ასწავლი, ის არ უნდა უსწრებდეს შენ ცხოვრებას. არამედ შენ უნდა ცხოვრობდე ისე და უნდა ასწავლიდე ამას. ამას ნიშნავს, რომ ენა გუპავს, ანუ ის სწავლება გუპავსო, რომელ სწავლებასაც თქვენ თვითონ არ აკეთებთო. სამხილებელი გამოვა ეს. შენთვის სამხილებელი, იმიტომ შენ არ აკეთებ, აი პავლე მოციქული რასაც ამბობს, რომ მეო სხვას ვასწავლო და მე თვითონ რო არ ვიყო. ეგ არის აქ მთავარია არსი იაკობ მოციქულთან და შემდეგ რასაც ამბობს, ან ვინც სიტყვით არ ცდება, ის სრულყოფილია, თავის თავზე ამბობს, მოციქულებზე ამბობს. ვინც არ ცდება სიტყვით, ანუ მოძღვრებაში არ ცდება და რასაც მოძღვრავს, იმას აკეთებს თვითონ. ახლა აი ლოცვაზე მინდა თქვენ რაც თქვით, იმას გავაგრძელებ. პავლე მოციქულის ეს არის ძალიან საინტერესო. სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება. ენები იყოს, შეწყდება. ცოდნა იყოს, გაუქმდება. ვინაიდან ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ წინასწარმეტყველებთ. რა არის ეს ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ წინასწარმეტყველებთ? აი ეს ნაწილობრივი ცოდნა არის ის ცოდნა, რაც ვიცით, რაც იცოდა პავლე მოციქულმა ქრისტესგან გამოსახსნელად, რწმენა. რწმენა არის ნაწილობრივი. აი დააკვირდით და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივი განხარდება. ანუ როცა სრულყოფილი ღმერთი მოვა, ქრისტე მოვა ნიშნავს ღმერთი აქ არის, მაგრამ რო გამოჩნდება ღმერთი, ანუ რო იქნება მეორედ მოსვლა, ეს ნაწილობრივი რაც გამოსახსნელად იყო, ცოდნა, რწმენა. აი ეს რწმენა გაქრება. რწმენა არ იქნება საჭირო. ანუ ნაწილობრივ გულისხმობა გამოსახსნელი სწავლება. არა ის რომ ნაკლია გამოსწავლება, სრულყოფილია გამოსახსნელად. რწმენა, დააკვირდი? ნაწილობრივია ის, რაც მე ვიცი და რაც შენ იცი და რაც ყველამ ვიცით, რომ ქრისტე ღმერთია. ხო. იმიტომ რომ მას დაინახავ. აი რო დაინახავ, რაც ახლა შენ წამს, რომ ქრისტე ღმერთია. ამას პირდაპირ დაინახავ. და როცა პირდაპირ დაინახავ, როცა მოვა ის სრულქმნილი. სრულქმნილი აქ იგულისხმება ქრისტესთან, ნუ კაცობრივი რა თქმა უნდა, რომელიც შეიმოსა ადამიანმა, ისა ღმერთმა. და როცა მოვა, როცა გამოჩნდება ის ხორციელად. როცა გამოჩნდება ის ხორციელად, აი მაშინ ეს რწმენა გაქრება, მე რო ქრისტემ წამს დღეს, ეს რწმენა არ იქნება, ცოდნა იქნება. აი რწმენა საიდან მოდის, ძალიან საინტერესოა. ახლა რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული, როცა ღმერთმა შექმნა ადამი და უთხრა რომ ამას ნუ შეეხები, დაამუშავე, სახელები დაარქვი. აი როგორ ეუბნებოდა ამას? არაფერი არ ჩანს ბიბლიაში. ეცხადებოდა, ეუბნებოდა, როგორ ეუბნებოდა არ ჩანს. და ღმერთი როგორ ეუბნებოდა, ეს ჩანს დაცემის შემდეგ. ანუ როდესაც ადამი დაეცა და ადამს ადახარ რო ეუბნება, ადამი ეუბნება ღმერთო, შენი ხმა გავიგეო 64-ში რომ იმოდიოდიო. და შემეშინდავ. ანუ გარეთ დაინახა ღმერთი. ანუ ღმერთი ადამი განშიშდა, ნიშნავს რომ მისგან ღმერთი გავიდა. სულიწმინდა გავიდა, მადლი გავიდა, სიტყვა რომელიც მისცა ღმერთმა, ის მოშორდა. ეხლა რა არის წინაპართა ცოდვა? აი ხო ვამბობთ რომ აი წინაპართა ცოდვა, წინაპართან ადამი იგულისხმება. წინაპართა ცოდვა ერთადერთია, რომელიც ნათლობით მიეტევება. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს დაბადებული ბავშვი რო ცოდავს, არა. არც იმას ნიშნავს, რომ ის ცოდვილია და ცოდვებია მასში, არა. ყველა იბადება ღმერთს მოშორებულად ადამიანის შემდეგ, რადგან ადამიანის სული მოშორდა ღმერთს, ადამი რო შექმნა ღმერთმა, შტაბერა სული წმინდასთან ერთად და მისცა სიტყვა. აი დააკვირდით, ანუ ჩვენ ახლა ადამიანის დაცემის შედეგის თანაზიარები ვართ და ამის მოქმედების. აი დააკვირდით, აი რომელმაც
პეტრე მოციქულის პირველი პეტრეს 2:24 რომელმაც ანუ ქრისტემ ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისთვის ვიცოცხლოთ თავისი სხეული აზიდა რათა ცოდვისათვის მკვდრებმა ახლა რა არის ცოდვისათვის მკვდარი ვინ არის ცოდვისთვის მკვდარი ყველა მონათული დააკვირდით ცოდვა რა იყო ღმერთის უხედველობა თუ მონათხოვი ცოდვა ჩვენთვის რა იყო არა ცოდვისთვის სიმართლისთვის გვეცხოვრა ანუ ჩვენო ცოდვისთვის მკვდრები ვინათლებით ცოდვისთვის მკვდებით და სიმართლისთვის ანუ ქრისტესთვის ცოცხლდებით ვიბადებით ქრისტესთვის ცოცხლდებით ქრისტესთვის და ეხლა წინაპართა ცოდვა არის ზუსტად ეს ღმერთს სული რო ღმერთს მოშორებულია და ქრისტეზე რო ვამბობთ რომ უცოდველი ნიშნავს რომ ის ჩასახვიდანმე იმ წამიდანმე ღმერთს შეერთებულია სული და ხორცი ქრისტესი ის კაცობრივი ხო და აი ეს ჯვარზე აზიდვა ნიშნავს რომ ჩვენი ცოდვები ჯვარზე აზიდა არ ნიშნავს იმას რომ მე ხვალ რაღაცას რომ დავაშავებ ეს აზიდა მან არა ანუ კაცობრიობის ცოდვა იყო ღმერთს მოშორებულობა თუ ადამი იყო ღვთის ჭურჭელი რომელშიც იყო სული წმინდა და რომელშიც იყო სიტყვა ღვთისა და მოშორდა მას აი ეს ღვთის ჭურჭელი გახადა ისევ ქრისტემ ადამიანი აი დააკვირდით ხოლო აღთქმა რომელიც მან აღგვითქვა საუკუნო სიცოცხლეა სული წმინდაზეა საუბარი დააკვირდით ეს იოანე ამბობს ეს მოგწერე თქვენ მაცდუნებელთა შესახებ ხოლო ცხებულება რომელიც თქვენ მიიღეთ მისგან თქვენშია ცხებულება სულისაგან წმინდისა ცხებულება ანუ შეხება ღმერთი შეგეხო თქვენშიაო ეს სული და არავისგან სწავლა არ დაგჭირდებათ არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს და ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი რასაც იგი გასწავლით მასში დარჩით ანუ მე ჩემშია ღმერთი და მე ღმერთში ვრჩები აი ამას ნიშნავს და აქედან გამომდინარე როდესაც ქრისტემ ზე არის ნათქვამი რომ ჩვენი ცოდვები აზიდა ჯვარზე ნიშნავს რომ ჩვენი უცოდინრობის გამო ღმერთის არასწორი ხედვის გამო რომ მოგშორდა ღმერთი აი ეს ჭურჭელი ჩვენი სხეული ჩვენი სული განამზადა იმისთვის რომ მიგვეღო სიტყვა და სიტყვის მეშვეობით მამისაგან მიგვეღო სული წმინდა და ეს სული წმინდა არისო თქვენშიო და ის გასწავლითო თქვენ ეხლა პავლე მოციქულის სიტყვები ვინაიდან ბავშვი ვიყავი ბავშვურად მსჯელობდი როცა კაცი გავხდი ყველაფერი ბავშვური მივატოვე ვინაიდან ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით ბუნდოვნად მაშინ კი პირისპირ აი როდესაც ვამბობთ ლოცვაზე ქრისტეს სიტყვები ვინც ჩემი სახელით ხოვეთ მამას ასევე ვინც ჩემი სახელით შეიკრიბება 2 ან 3 ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი სახელით აი ეს ლოცვა არის სახელს ებრაელებთან ქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა სახელში შინარსი იგულისხმებოდა ყოველთვის სახელს არქმევდნენ შინარსობრივად აი პეტრეს როგორც ბუნებრივად იყო კლდესავით პეტრე და მაგიტომ დაარქვა კეფა ანუ ებრაულად კლდე ქვასავით იყო კაცი უდრეკი ხო და ეს სიტყვა რომელიც მასში იყო ქრისტეს მიცემული ამიტომ ბუნებას გამოხატავდა სახელი ადამიანის ახლა ქრისტეს სახელი რა არის ხსნა აი ნაწილობრივ ვიცით რომ ამბობს პავლე მოციქული ნაწილობრივ ვიცით ქრისტეს სახელი ანუ ხსნელი გამოსახსნელი ჩვენ რაც გამოსახსნელად გჭირდება ეს არის ქრისტეს მონური ხატი ანუ ქრისტე რომელიც მოვიდა ადამიანად
ეს მონის ხატი მიიღო, ეს არის გამოსახსნელი. იმიტომ რომ კი არ გვეშინოდეს, არამედ გვიყვარდეს. მაგრამ ის არის ის საშიში ღმერთი. ერთი კითხვა ამიჩნდა 2 ან 3 შეიკრიბება ჩემი სახელით. ვისმენო მისასო და აი პავლე მოციქულმა მაგალითად რო ევედრება ომაშორეო სატანის ანგელოზიო და იქ ეუბნება ქრისტე რომ საკმარისი არისო შენ დამიო ჩემი მადლიო და მე პავლე ამბობს რათა არ გაუმედიდურდეო მაგიტო არის მინაო და აი როგორ ახლა თუ 2 ან 3 შეიკრიბება ჩემი სახელით სახარებაში წერია ვისმენომისაო და პავლეს ლოცვა რატო არის მინა ღმერთმა მით უმეტეს კარგს თხოვდა ცუდს ხო არ თხოვდა არაფერს ახლა ეს არის საერთოდ ადამიანის ეს მოციქულებს მოწაფეებს კი უთხრა მაგრამ მოციქულების მას პირადად ესმოდა და არიან ადამიანები რომლისას პირადად ესმის რა თქმა უნდა პავლესი პირადად ესმის პავლეს 2-3 არ ჭირდებოდა ხო პავლეს არ სალოცავად არ ჭირდებოდა ეს არის საერთოდ საკრებული დააწესა მან და კრებულობის ის არის აი მაგალითად თუ პავლე მოციქული და პეტრე მოციქული პირადად აღადგენდნენ მიცვალებულებს მოციქულების შემდეგ მამებთან შემოვიდა ესეთი წესი პირადად თვითონ არავინ არ კადრულობდა მარტო მას რო ელოცა საძმოს კრიბავდნენ და ერთად ლოცულობდნენ და მიცვალებულებიც აღუდგენიათ და განუკურნიათ კიდევ ანუ ეს კრებულის ის არის რაც შეეხება პავლეს ხო კრებულის ერთიას და მეორე ის მაინტერესებს აი რატო არის მინა მაგალითად ხო ეგ ძალიან საინტერესოა რატო არის მინა აი როგორც მამები ამბობენ რომ პავლე მოციქული იყო ძალიან მოშურნე პავლე მოციქული იყო აი რაღაცა თავისი ცოდვების გამოსასყიდად ცოდვები რომელიც ჰქონდა რომ რასაც თვითონ ამბობს დევნიდი ეკლესიას და ცოდვილთაგან პირველი მე ვარ ნიშნავს რომ აი ასეთი ცოდვილი ცოდვილებიდან ვინც გამოიხსნა იქიდან პირველი მე გამომიხსნაო და პავლე იყო ძალიან მოშურნე და მას ეწინააღმდეგებოდნენ ხან ციხეში იყო ხან გემი დაექცა ხან ისა და ქადაგება უნდოდაო და ქადაგება უნდოდა და მას რო ეწინააღმდეგებოდნენ ეს სატანის მოწინააღმდეგე ანუ იქ ამბობს ადამიანებზე ვიღაცები ამბობენ ავანტყოფობა არავითარ ავანტყოფობაზე არ ამბობს სატანის მოციქულს ის ავანტყოფობას არ დაუძახებს ეს არ არსებობს ეგეთი რაღაცა სატანის მოციქულს ეძახის ადამიანებს ვიღაცა დიმიტრიოსი იყო რომელიც მას ეწინააღმდეგებოდა და ეს ადამიანი მომაშორეო რომ უფრო მეტად შენი სიტყვა განვავრცო და ღმერთი ეუბნება უძლურებასა შენ საჩანს ძლიერება ჩემი ეს რას ნიშნავს რომ აი უძლურ ადამიანში აი განყენებულ ადამიანში ღვდელში ფული რო არა ისეთში უფრო იმკვიდრებს ღმერთი და მისგან უფრო ჩანს ვიდრე მეფისგან მეფის ძლიერება ღმერთში მეფის არის მაინც მეფეს მიეწერება და უძლურში დამცირებულში ღვთის ძლიერება არ მიეწერება მას მე არ მომეწერება მეც ვერ მოვაწერ ჩემს თავს იმას რასაც უნდა დღეს ვაკეთებ ვერ ჩვენ მიაწერ იმიტომ რომ ჩვენ ამას ვერ შევძლებდით თუ არა ღმერთი ამიტომ ჩვენ ადამიანურ უძლურებაში ღვთის ძლიერება თუ გამოჩნდა, მაშინ ღმერთი განდიდდება და არა ჩვენ. ამას ნიშნავს, რომ შენ ასე უძლურად რო ხარო და მაინც მე მადიდებო. შენ რომელსაც ფული არა გაქვს, შენით შრომობ, შენით აკეთებ ამას, მაინც მე მადიდებო. არც ფულის გულისთვის აკეთებ, არც იმის გულისთვის, არა ჩემი გულისთვის რო აკეთებ. შენ რომელიც მე მემსახურები ციხეში ხარო. ანუ ამითაც იმას ამტკიცებდა ღმერთიც და პავლეც, რომ თუ ღმერთს ემსახურები არ შეიძლება ციხეში მოხვდე. ეგეთი აზრი რო არ ყოფილიყო. აი როგორია? აი ნახეთ როგორი საოცრებაა იოანეს აი ეს სიტყვები მომწონ ძალიან დააკვირდით რა საოცარი ის არის. ნახეთ როგორი სიყვარული მოგცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი. სოფელი იმიტომ არ გწნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი, ანუ იესო. ანუ სოფელი არ გწნობს, რომ ღვთისშვილები ვართო. დააკვირდით მე რას ამბობს, როგორი ვართ. საყვარელო, ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამჟღავნებულა. რანი ვიქნებით. ვინც რომ
ვიცი რომ როცა გამომჟღამდება მისი მსგავსი ვიქნები, რადგან ვიხილავთ მას როგორიც არის. იესოზეა საუბარი. ანუ იესოს როგორიც არის იოანე მოციქულს აქ ერთხელ ნახე. ფერიცვალებაზე. ჯვარს მიწმინა ჩვენა. აი როგორიც არის ის ფერიცვალება რო ნახეს. მას შეუძლია თქვას რომ ის ისეთია, მაგრამ ისე ვერ ხედავდნენ, ხო? იესოს ხედავდნენ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც ტკიოდა, რომელსაც წყუროდა. აი როგორიც არის ის სინამდვილეში. ისე ხედავენ დღეს ანგელოზები. და მიწაზე მაგის დანახვა. აი წამიერად ალბათ შესაძლებელია როგორც მოციქულებმა ნახეს, როგორც პავლემ ნახა, მაგრამ ეს არ ხდება ჩვენი დაცემულ ბუნებაში. აი მაგალითად იოანე ოქროპირი ამბობს ძალიან საინტერესოდ, რომ როდესაც მაგდალინელი ეძებდა და ანგელოზმა უთხრა რას ეძებო? ვის ეძებო, რას ეძებო და უცებ უკან მიბრუნდება. და ანგელოზები ესაუბრებოდა და რატომ მიბრუნდაო? და ანგელოზების აი ესე აღთოვანებული, აი ესეთი რაღაცა სახე ნახეს, რა გამომეტყველება ნახაო, რომ უკან ვიღაცა იდგაო, დიდი. და იმიტომ მიბრუნდაო და მებაღე ნახა. ეხლა ქრისტე ანგელოზებს რო გამოეცხადა, იქ მარიამიც იდგა და ანგელოზებიც. ანგელოზებმა ნახეს ის ისეთად, როგორიც არის. და მარიამმა ნახა როგორც მებაღე. ანუ მარიამს გამოეცხადა როგორც მებაღე, ისე დაანახა თავი, მაგრამ ანგელოზებმა ნახა მისი დიდება. და აი ამას ამბობს მოციქული, რომ როცა ის გამოჩნდება, ჩვენც მასავე დიდებაში ვიქნებით. აი ესეთი მეფე იყო პავლე. პავლე იყო, რომელიც ღვთის შვილი, ღვთის მსახური, ღვთის რჩეული ჭურჭელი იყო და ხან ციხეში სვამდნენ, ხან გაროზგავდნენ, ერთხელ ქვით ჩაქოლვეს, ხან მეფეებს გაურბოდა და გოდლით გადაისაო და ამით თავს იქებს, რომ ეს თავისი სისუსტეებით თავს იქებს, რომ აი ღმერთისთვის დაითმინა. აი შენ ჩემი გულისთვის რო ითმენო, მაშინ უფრო ჩანსო ჩემი დიდებაო. ანუ ჩვენ ქრისტეს იმით კი არ მივემსგავსებით, რომ მან მცვალებული აღადგინა, მან ესეგა ყველაზე დიდი მსგავსება ქრისტიანისთვის ქრისტესი არის მისი გულისვი ჯვარცმა. ჯვარი, რომელიც დაგაგავა ხელში და მომზევდი მე, აი რო არ გეშინია ჯვარცმის. ეს არის ქრისტეს გულისთვის ცხოვრება. მაშინ ყველაფერს გაცლევს. ხო, დასასრულიც ეს არის ხო მთელი ქრისტიანობის ის, რომ ჯვარზე გამარჯვება. თუ ჯვარს აიცდნენ რა. ისე ერთი სამაქე ხარ, რომ აი კითხვაც დამება და ნაწილობრივ პასუხიც მაგ და წამიკითხავს გერმარტებების, მაგრამ მაინც რაღაც არის ხო, რაღაც რო კითხვა და გრჩება უფრო. ქრისტე რო ეუბნება პეტრეს, რომ გაიყვანა და კითხა, რას ამბობენ ჩემზე, ვინ ვარ მე? და პეტრე პასუხობს, რომ ანუ ეს მოციქულები პასუხობენ, რომ ამბობენ, რომ იერემია ხარო, ელია ხარო. მე თქვენ რას ფიქრობთ, ვინ ვარ მე? და პეტრე უუბნება, რომ შენ ხარო ზეღვთისა. და შეაკეთებს პეტრეს ეტყვის, რომ შენ ხარ კლდე. მაგრამ აი ეს კითხვა, ვინ ვარ მე? რას ამბობენ ჩემზე? ხა ქრისტემ ხო იცოდა, რომ რას ამბობდნენ მასზე? ხო. და აი რას ამბობს ეს კითხვა მაინც ქრისტე, რომ მე ვიფიქრე ესეთი ის, რომ ამით ქრისტე იმასაც ხო არ გვასწავლის ჩვენ, რომ საერთოდ აი თუნდაც მღვდელმთავარი, მღვდელი, რომელსაც უნდა აინტერესებდეს, რას ამბობს მასზე ხალხი. რას ფიქრობენ მასზე? იქ არის ძალიან კითხვა არ არის. არა. აგორით როგორი რაღაცა მანდ არის ძალიან საინტერესო ის, რომ მე ეუბნება ისა მაცხოვარი, როცა ეტყვის, რომ შენ ხარ ცოცხალიძე, ღმერთი ცოცხალიძე და ბედნიერი ხარ პეტრე, რომ არა სისხლსა და ხორცსა გამოუცხადებელი შენიზარებით მამამ გამოგიცხადა. აი ეს ხსნის მაგას რას ეუბნება იქ, რომ პეტრემ რო ეკითხება, პეტრემ იცოდა, რომ ხალხი არ იცნობდა მას. სწორად. ხო. ქრისტეს არ იცნობდა ხალხი. ანუ ხალხისგან არ გაუგია, რომ ეს ძე არის. ხო. ისინი წინასწარმეტყველად. ხო, ამიტომ ჩვენ აქ პირდაპირ გვასწავლის მაცხოვარი, რომ ჩვენ ღმერთზე წარმოდგენა ხალხისგან კი არ უნდა გავიღოთ, ღმერთისგან. ღმერთის გამოცხადებით, სულიწმინდის გამოცხადებით
და არა ხალხი რას ამბობს მაგის მიხედვით. და ამიტომ ეს არის სწავლება, რომელიც მიწაზე არ მოიპოვება, ანუ ქრისტეს მოტანილი სწავლება. მიწაზე დღეს კი მოიპოვება, მაგრამ მთლიანობაში ის მიწაზე არ მოიპოვებოდა. ანუ მითო ქვია განცხადებული რელიგია, რომ ახლა ჩვენ კი ვამბობთ მამაძე და სულიწმინდა და ეს ვიცით რომ განცხადებულია, მაგრამ ადამიანის გონება სამებას ვერასოდეს ვერაფრით ვერ მოიფიქრებდა. და დღესაც ვერ ჩაწვდა. არა თუ რომ ვერ ჩაწვდება ეს ფაქტია, მაგრამ ვერ მოიფიქრებდა. აი მოფიქრება ადამიანს სხვა რაღაცა ზღაპრული ის აქ, მაგრამ აი სამება, ერთარსება, სამპიროვნება, აი ეგ არის განცხადებულობა და ის რომ მამას ძეყავს, ბუნებით ძე და არა ოდესღაც ნაშობი არამედ რომელიც იშვება მამისაგან. ამის მოფიქრება ადამიანის გონებისთვის შეუძლებელი იყო და ვინ არის ქრისტე ამის მან განგვიცხადა. მამამ განგიცხადა კი ეუბნება, მაგრამ მამა ძის მეშვეობით უცხადებს და სულიწმინდის მეშვეობით მოქმედებს. თქვა ღმერთმა და იქმნა და სულიწმინდა იზროდა წყალთაზე და ანაყოფიერებდა იმის ნათქვამს, მამის ნათქვამს და ამას უქებს. რომ ჩვენი გონება იყოს მოდიოდეს ღვთისგან და არა მიწიერი რაღაცა. ანუ ქრისტე გეუბნება და სულიწმინდა გეხმარება ამ ნათქვამის გაგებაში. სულიწმინდა არის გამანაყოფიერებელი. ხო და ამიტომაც არის შეუძლებელი წმინდა წერილის ცოდნის გარეშე. ხო ეხლა ჩვენ ქრისტე ვიცით წმინდა წერილით, მისი სიტყვა. ეხლა ავაზაკი ჯვარცმაზე რო ამბობდი, ეხლა იქ ავაზაკის ეს ბოდიში ეს არის ეს ბევრმა არიცის. ეს არის ძალიან არიცის ეკლესიაშიც. აი ახლა რო თქვი რომ სულიწმინდაზე რო ისაუბრე. მოციქულთა სამოციქულო ეკლესია ხო არის? ხო. ბევრს გონია რომ აი მოციქულმა რო იქადაგა, იმიტომ არის სამოციქულო ეკლესია არა. ამიტომ არ არის. მაგალითად ალექსანდრია არის მარკოზის და მარკოზი მოციქულად კი იწოდება, მაგრამ მოციქული არ იყო. სხვა და მიცის. მარკოზის დაარსებულია და ათანასე დიდი ამბობს რომ მარკოზის ტახტზე ვზივარ და ასე შემდეგ და მარკოზი არ იყო მოციქული. ხო და იმას მოციქულად იმიტომ თვლიან რომ სახარება დაწერა. ხო და ეს ბოლოდროინდელია, ბოლოს რომ აი ყველა ბატონობა რომ უნდათ მე მოიფიქრე. სამოციქულო ეკლესია ნიშნავს რომ ჩვენ აი იოანე რო ამბობს აქ რომ თქვენშია ის ჩვენ ქრისტემ მოგცა არა სახარება, არამედ სულიწმინდა. მიცა მოციქულებს. სულიწმინდა მიცა, სულიწმინდით განწმინდა, ცეცხლის ენით იმიტომ გადმოვიდა, რომ სულიწმინდით განწმინდა. შეიძლება მოციქულებზე რო ითქვას, რომ ისინი ცოდავდნენ მერე, ეს შეუძლებელია. ცოდვა, რასაც ქვია ცოდვა. ანუ ცოდვა პირველ რიგში როგორც თქვი, ნიშნავს ღმერთს მოშორებულობა. შეუძლებელია აღდგომის შემდეგ პეტრე რო ღმერთს მოშორებოდა, ქრისტეს მოშორებოდა და ქრისტეს საწინააღმდეგო გაეკეთებინა. შეიძლება რაღაცა ვერ გაეგო. აი მაგალითად ვერ გაეგო კორნელიუსი მოენათლა თუ არა. ეგ არ არის, ეს სხვა რაღაცაა. ეს ადამიანური სისუსტეა. და მაგრამ ის რომ ქრისტეს მოშორებოდა და ქრისტეს საწინააღმდეგო გაეკეთებინა, ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ მოციქულებს მისცა მან მადლი. სამოციქულო ეკლესია მაგას ნიშნავს. ეკლესიას გააჩნია სულიწმინდის ის მადლები, რომელიც ქრისტემ შებერა. ხო. მიიღეთ სულიწმინდა. ეს არის ეკლესიისთვის მიცემული. ეს არის ჯაჭვი. ანუ თუ ეს მე მოციქულებისგან არ მოდის ჩემთან, მე ის არ მაქვს. ხო. არ მექნება. აი სახარების წაკითხვით მე ის რო შებერა და მისცა და ვისაც შეუნდობ შეენდობა და ვისაც არ შეუნდობთ არ შეენდობა და საიდუმლოებების აღსრულების მადლი რომელიც მისცა მოციქულებს ეს მოციქულებიდან გადაეცემოდა ხელდასხმით პირდაპირ აბას ნიშნავს სამოციქულო ეს გადმოდის მათგან ამ რაც არ უნდა ეკითხო ბიბლია ეს ამაც ვერ მიიღებს ეს არის ჯაჭვი ამიტომ მეუბნება ქრისტე პავლეს რომ მიდიო და იქ მოინათლეო ხო ანუ თვითონ კი არ ნათლავს იქ დატოვა ეს მადლი. ეკლესიაში დატოვა და ეკლესია გადასცემს ამას. ამიტომ არის რომ მე ვამბობ ახლა იქ მე უფესტეფანე სხვანაირად ხსნის, მაგრამ ჩემზე არ არის. ანუ ეკლესიაზეა დამოკიდებული რომ მე რომ ნათლავ ის რომ ინათლება. ანუ ეკლესიის მადლია ეს.
მაგრამ აი სული წმინდის გადმოსვლა, რომელიც მოხდა 51 დღეს, ეს უკვე პიროვნულია. ეს უკვე შენზე, ჩემზეა დამოკიდებული. ამას ნიშნავს უფრო პირისო, ყველა მღვდლის მეშვეობით მოქმედებს ღმერთი. რა ყველა მღვდელი არ მოწონს. ყველა მღვდელი არ არის ღვთისგან. ანუ ღვთისგან არ არის, ნიშნავს სული წმინდა არ არის მაშინ. ხა ღვთის სიწმინდით რო იზომებოდეს ძღვენის კურთხე, აი ადამიანები მღვდლის სიწმინდით იზომებოდეს ძღვენის კურთხება. მაშინ ძალიან გაუგებარია ჯერ ერთი ის ძალიან ცოტა კაცი დარჩებოდა მაშინ რა ვიცი მონაზონი და ნაზიარები. ნაზიარები ან მეორე კიდე როგორ გავიგოთ ახლა ვიღაცა არის სიტყვაზე წმინდა მღვდელი, წმინდა მღვდელმთავარი და მან აკურთხა ძღვენი, ჩაატარა წირვა. და მეორე არის, ნუ არ არის ახლა იმ სიმაღლის წმინდა, იმ სიმაღლის რაღაც ესეთი მღვდელი რომ ის მეორე ვინც დგას და ამანაც აკურთხა ძღვენი. როგორ იქნება იქ რაღაც ნაკლებად ნაკურთხი ძღვენია და იქ უფრო მეტად ნაკურთხი ძღვენია თუ რა გამოდის საერთოდ არადასწავლებით ხო არის რომ თუნდაც წმინდა, ზეწმინდა რო იყოს მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებლო და მან ჩაატარა წირვა კონსტანტინოპოლში. და ამასთანავე საქართველოში სადღაც ერთ-ერთი პატარა სოფელი, სადაც ახალ ნაკურთხმა მღვდელმა გუშინო მღვდელი აკურთხეს დღეს, მეორე დღეს ჩაატარა წირვა. ხო, ორივე ბარძიმში ერთი წმინდა ქრისტეა, ხო არ არის იქ რაღაც უფრო მეტად და უფრო ნაკლებად, ხო, აი როგორი შეცდომითი სწავლება, რასაც სტეფანე და როგორი ის არის ადამიანის მიხედვით არ იცვლება ის. ანუ ის რას ამბობს რომ თუ ისო გაფუჭდაო, ესე იგი ისო არ არისო ისა სისხლი და ხორციო. ხო. იმიტომ რომ ისო თავსო არ შენ არ მოგცემს უფლებას რომ ის შეურაცხო. იმიტომ რომ უდიერად რომ მოიქეციო და ესე იგი ის არ არისო სისხლი და ხორციო მაშინო და პურიაო ის. ეს არის როგორი რაღაცა, იცი რომ აი ანუ ჩემს მიხედვით მე რო ვაზიარებ ის თუ უწუნოა ესე იგი ის პურადღებულობს. ხო. და პავლე მოციქული ამბობს რომ დასაჯევად ღებულობთო. ესე იგი ღებულობს. აი ახლა თავს თავის შეურაცხყოფის ანუ ქრისტეო არ მოგცემსო შენ დოროთე იმის უფლებას რომ ის შეურაცხო. რატო გააფუჭეო და ესე იგი ის თუ გააფუჭა პურიაო. საღრებას არ კითხულობენ. ქრისტე ზუსტად აი პეტრეს ეს გაუჭირდა. ეს არის სამყაროს უჭირს ამის მიღება, რომ ღმერთმა დაუშვა, ქრისტემ დაუშვა, რომ ის შეერაცხოთ. რომ შეეფურთხებინათ მისთვის. რომ გაელანძღათ ქრისტე. რომ დაეცინათ ქრისტე. რომ ჯვარს ეცვათ ქრისტე, რომ ლურსმანი მიეჭედებინათ მისთვის, რომ ლახვარი გვერდში სამყაროში იცვლება 180 გრადუსით ღმერთზე წარმოდგენა. თუ მანამდე ღმერთი ძლევამოსილია, აქ უკვე ღმერთი ჯვარცმულია და ასეთი ღმერთის მიღება უჭირთ. და ეხლა ის ხო და ძალიან ცუდია თუ მღვდელს ის გაუფუჭდა. მე არ გაფუჭები, მაგრამ თუ გაუფუჭდა და უდიერად მოექცა, ცუდია ეს მღვდლისთვის, მაგრამ ის ხორცია. ანუ ეს ამბობს რომ მოკლული ქრისტე როგორ შეიძლება ღმერთი იყოს? ღმერთია. ხა ჩემ ტარიქს რო კვეთავთ. ხო, არ დაგავიწყდეს. ტარიქს რო კვეთავთ. დაიკლის ტარიგი ღვთის ამღებელი ცოდვათა სოფლისა. დაიკლის, ჩვენ დაკლულს ღებულობ. ბარძიმი და პური ცალცალკე იმიტომ არის ეს წყალი და ისა ღვინო და პური, რომ დაკლულია. ცალცალკე როდის არის სისხლი და ხორცი, როცა ის დაკლულია. ეს არის თქვენთვის განტეხილი, ეს არის ჩემი სხეული თქვენთვის განტეხილი. მისატევებელად ცოდვათა. აი ახლა მეორე ეს არის სისხლი ჩემი თქვენთვის დაღურილი. ანუ ადამიანის სისხლი რო იღვრება, ესე კვდება. დაღურილი სისხლია. ამიტომ ქრისტეს სხეული ერთი და იგივეა, დაბადებული, ჯვარცმული და აღდგომილი. მაგრამ მდგომარეობა სხვადასხვა. დაბადებული და ჯვარცმული ერთი და იგივეა, მაგრამ ჯვარცმულის მდგომარეობა მკვდარია. სხეული ერთია, იქ ცოცხალია დაბადებული. აქ მოკლეს ის. და აღდგომილი სხეული უკვე იგივე სხეულია, ოღონდ ის არის უკვე განსულიერებული, სხვა მდგომარეობაშია.
სხეული არ იცვლება, მდგომარეობა იცვლება. სამ მდგომარეობაშია ის დაბადებული და როცა ცხოვრობდა მკვდარი ჯვარზე და აღდგომილი და ამაღლებული. ეს სამი მდგომარეობა და ჩვენ ამ შუა მდგომარეობას ვიხსენებთ. ჩვენთვის დათხეული სისხლი, ჩვენთვის მოკლული. ხო. აი ესეც ერთადერთი ხა რაღაც იმ თემას ეხება და ესეც როგორი ის არის თუ შენ უდიერად მოეპყარი ის არ იკურთხა ხო შენ აი ნახე მაგალითად ხო ყოფილა ესეთი შემთხვევა ისტორიულადაც ნუ არის ესეთი რამე მომხდარა რომ მღვდელმა რომელმაც აკურთხა წვენი და რაღაც შემთხვევით ბარძიმი დაექცა და ესე მაგას ამბობს იქ რომ უნდა ალოკო და რა ხო მაგრამ თუ შენ დაგექცა ქრისტე ესეთ რო შეიცვლება იქა შეურაცხყოფას მიგაყენებინებს შეურაცხყოფას იქ ქრისტე მიიყენებს მაშინ ესე თავის თავზე შეურაცხყოფას მიწაზე დაესხას ხო გაგიფუჭდაო და არ არის ხო ქრისტეს სისხლი დავრწ ანუ მაგალითად იმიტომ და ეს შენი უდიერების და იმის ბრალი არის აი მაგალითად ქრისტეს როცა უდიერად ეპყრობოდნენ ხო გაშოლტეს იქ ჯარს გააკრეს აფურთხეს და ესე უდიერად რო ეპყრობოდნენ ქრისტეს რა მაშინ ქრისტე ღმერთობას წყვეტდა და იმ მომენტში სტეფანეს მიხედვით ესე გამოდის თუ იმიტომ რომ თუ ეს ხო ეს ქრისტეს სისხლი დახორციეს ხო ქრისტეს სისხლი დახორცია ის იარების დროს და თუ იმე უდიერად ამას მოვეყარი და ანუ ის ამბობს რომ ეს ხორცად იქცევაო ის არ ფუჭდება ესე იგი როდესაც იმან შეანერწყვა და ხელი გაარტყა მაშინ ქრისტე მიქმერთობა შეაჩერა თუ რა იყო ხო აუცი სტეფანეს უნდა გითხო მე რაც მეკითხებს თან არის იცით ის Facebook-ზე რომ რაღაცებზე შენიშვნა მივეცი ანუ ამბობდა რომ ისაო იქო წერია კონდაქში რომ ისო თუ ხორცად მოგიჩვენაო არ მიიღო ესო სასწაულიაო და შეინახეო ესო ქრისტეს სისხლი დახორცია და უნდა შეინახო და ესეთი შენახული არისო ევროპაში აქვს რაღაცა ბურთულები რომელიც რა თქმა უნდა არ არის ქრისტეს სისხლი დახორცი და მე დავწერე მე უფრო შენ მეთქი თქო არიცი მეთქი რომ ის ქრისტეს სხეულია და არა ხორცის ნაწილი ეს არის ჩემი სხეული ახლა ძველ ქართულში წერია ხორცი მაგრამ ხორცი ეტყობა სხეულს ნიშნავდა და ის იქცევა სხეულად და განიტეხების და არაგანიყოფის ნიშნავს რომ ის რაღაცაზე არ იტეხება სხეული არამედ ყველა ნამცეთში თლიანი ქრისტეა ამას ნიშნავს და ის რომ კონდაქში წერია მეთქი რომ ის და კონდაგის დავდე კონდაგის ისიცა თარგმნილიც ანუ ახალ ქართულად გადმოუტანილი ასოებით და ძველით ხო და ეს წაუკითხია და ეხლა და არა დაწერილი რო აქ გამოგებულია რომ ის არის ქრისტეს ხორციო რო ამბობს და აი კონდაქში წერია ის არის სასწაული და არ არის ქრისტეს ხორცი და ეს ამბობს იქ გადაგებაში რომ ეს არის ქრისტეს ხორცი და უნდა შეინახო და არის ესეთი შენახულიო და მე ეს კრეხელობა ხო არ არის მეთქი ესეთი კითხვა დაუსვი Facebook-ზე რასი შენიშვნა მივეცი კიდე კაი რო გაიგო მაგრამ იქ გადაგებაში არის და ეხლა წერილი რო დაწერა იმ წერილიდან ამოუღია და თქვი მაშინ რომ იქ შეგეშალა კაცო წერილიდან რო იღებ რა გადაგება ეგრე არ დევს თქვი რო შეგეშალა არა არ შეუძლია ამის თქმა როგორ ახლა დოროთესთან როგორ შეეშალა და მე მებრძვიან და სინამდვილეში ქრისტეს ებრძვიან და მე რა შუაში ვარ ეს მოვინიშნე იქ 2 ან 3 შეიკრიბებაო კი გადავედი უკან მაგრამ მაშინ მინდოდა ამისი აღნიშნვა ეს ოქროპირს აქ ოქროპირს ხომ მოუწყეს ეს კრება ავაზაკთა კრება რო შერაცხეს მერე და იყვნენო ანუ 2 ან 3 ხო შეიკრიბა კი არა სადღაც 100-მდე ეპისკოპოსი შეიკრიბა ოქროპირი რო გადაასახლეს და იყვნენო ეპისკოპოსებიო იყვნენო მღვდლები დეკანოზები ბერებიო მაგრამ არ იყო ქრისტე ხო და ყოველი ეს რის რატომ მომყავს ეს მაგალითი რომ ყოველი 2 ან 3 შეკრება არ ნიშნავს იმას რომ იქ აუცილებლად სულიწმინდით იმართება ის 2 და 3 თუ იკრიბება სიმართლის გასარკვევად და ქრისტეს გასარკვევად გამოსახსნელად ხო მაშინ არის თორე შენ როდესაც იკრიბები ცილისწამებისთვის და დასაჯელად ხო ილიას დასაჯელად და მამაოს წინამძღვრიდან გადასაყენებლად ეს რო გაგმიზნად ეს იმას არ ნიშნავს რომ იქ შენთან ქრისტეა ის დაცლილია ის კრება ქრისტეს შემოძმებო თუ ვინმე თქვენგანი გადაცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას იცოდეს რომ
ცოდვილის მომქცევი მის ცდომილების გზიდან სიკვდილისაგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს თავისას. ანუ ადამიანის მოქცევისთვის გამოხსნისთვის, ანუ 2 და 3 უნდა შეიკრიბოს პირადად თავის გამოხსნისთვის და სხვისი გამოხსნისთვის, არა სხვისი დაჟჯისთვის, თუმცა დაჟჯას გამოსახსნელი უნდა იყოს, მაგრამ დაჟჯილები რო გჯიან, ღვთისგან დაჟჯილები, რომელთაც ღმერთი არ არის. აი ახლა ერთი საინტერესო მეუფეშიო კითხულობს რომ იაკობის წერილს და იქიდან მოყავს მაგალითები და მინდა ერთი წავუკითხო. ჩემო ძმებო, მიკერძოებით, გექნებათ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების რწმენა. რადგან თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროს ბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, როცა შეხედავთ ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილებს და ეტყვით მას, აქ დაბრძანდით კარგად. ღარიბს კი ეტყვით, შენი დადექი, ანდა აქ დაჯექი ჩემს ფეხებთანო. აი ილია ღარიბი არქიმანდრიტი შეიყვანეს და მოინანიე და გადიგარეთო და დიტო სამხარაძე, რომელიც არის თანამდებობის პირი, ეს ტრაპეზი დასვეს და მოგზანდით და დაბრძანდით ბატონო დიტო, ილია ჯაღმაიძემ ხელი კრა და გარეთ გამოაგდო. ეს იაკობ მოციქული ევას, ხართ მიკერძოებულითო კაცო, ხართო მიკერძოებულითო, ამას ამბობს და ან კიდე წარმოიდგინე არქიმანდრიტი ვითხოვ, არქიმანდრიტი ითხოვს პატრიარქთან შეხვედრას და კობახიძეს 3-4 ეპისკოპოსი ხვდება პატრიარქთან რო შეახვედრონ. და ჩვენ არ გვიშვება. კობახიძე ანუ ესეთი ამ სოფლის ღარიბებია, ამ სოფლის ვიცი. მართალ კიდე კობახიძეს თუ შეეძლო პატრიარქთან მისულა, კობახი მერატვარ შემიძლია. ჯულში წერია ესეთი რომ შეუშინდებით კაცს, რადგან სამართალი ღვთისაა და საქმე რომელიც გემძიმებათ წარმოადგინეთ ჩემთან და მე მოვისმენ. იქნებით მიკერძოებული სამჟავროზე ერთნაირად მოусმინეთ დიდსა და მცირეს. და ხა დიტოს უფრო უსმენენ და კობახიძეს ახვედრებენ პატრიარქს ვიდრე არქიმანდრიტს. და აქ უბედურება ის არის, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკი უფრო დიდი გონიათ ვიდრე ეკლესიის არქიმანდრიტი. ეკლესიის არქიმანდრიტს როგორც მცირეს ისე უყურებენ და თუ სახელმწიფო მოხელი გაქვს და რაღაცა მიწიერი ძალაუფლება გაქვს, იმას დიდად თვლიან. ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ბოროტების ნატამალი და შვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია. ეს სიტყვა არის სიტყვა ღვთისა, იესოს სიტყვა, რომელიც არის ჩვენში ჩანერგილი და კი არ უნდა ვცოდოთ, არამედ უნდა მოვიშოროთ. ბოროტების ნატამალი ნიშნავს ნანგრევებიც. აი ბოროტების ნანგრევებიც არ დატოვოთო, გახვეტეთო. და იმ სიტყვას მოусმინეთო, რომელიც თქვენშიაო ჩანერგილი. იყავით სიტყვის შემსრულებელი და არა მხოლოდ მსმენელი თავის მოსატყუებლად. რადგან თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს. შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგე. აი სიტყვის მსმენელი, აი ეს ძალიან საინტერესოა, ჩემებურად მინდა გავმართო. როცა ჩვენი ქრისტეს სიტყვას უსმენთ, ქრისტეს სიტყვა არის ჩვენი სარკე. ქრისტეს სიტყვა გვანახებს საკუთარ თავს, ღმერთს და ბოროტს. ანუ რა არის ბოროტება? როგორი ვარ ჩვენ და რა ვართ? და რა არის სიკეთე? ღმერთი ვინ არის? როგორია ღმერთი? და ჩვენ როგორები ვართ ღმერთთან და როგორები ვართ ბოროტთან. სარკეა ქრისტეს სიტყვა ჩვენთვის. და ამ ქრისტეს სიტყვას რომ მოისმენო, ესე იგი სარკეში ჩაიხედებო და გაიარე და დაგავიწყდაო. აი ესე ნუ იქნებაო. იმიტომ რომ ქრისტეს მსმენელი კი არ გამართლება, არამედ ქრისტეს სიტყვის შემსრულებელი გამართლდება და ის არის ჩვენი სარკე, ანუ ჩვენ გვანახებს ჩვენს თავს. აი მაგალითად ესე მოდი ესე ვთქვათ, რომ არის ხო რელიგიები,
არც ერთი რელიგიის დამაარსებელი არ მოbrunებულა უკან. ხო თქვენს აი მაგალითად ფილოსოფოსები, არც პლატონი მოbrunებულა. აი პლატონი ხო ამბობდა როგორ არის იმ ქვეყნიური რაღაცებს სულზე ამბობდა, მეტყველებდა, მაგრამ იქიდან მოbrunდა და თქვა რომ კი ძმებო ესე ყოფილა. ან რომელიმე რელიგიის დამაარსებელი მოვიდა უკან და თქვა, აი რაც მე გასწავლეთ, ისეა. არა. აი ქრისტე წავიდა და წასვლამდე უთხრა, მე წავალ. მოვა. თქვენ ვერ მოასწრებთ გალილეაში ჩასვლას, სანამ მე მოbrunდები, ნუ გეშინიათ. გავიდა და მოვიდა. ამით რა გვაჩვენა რომ ჩვენი ბუნება სასარკე რომ ჩვენ სულით არ კვდებით და ხორცით მოვიდა, ოღონდ განხტობილი და ამითაც გვიჩვენა აღდგომის შემდეგ როგორი იქნება ჩვენი ხორცი. ანუ ქრისტეს მოქმედება, ქრისტეს საქმე, ქრისტეს დუმარება, ქრისტეს სიტყვა, აი ყველაფერი არის ჩვენი სარკე. და მაგის მიხედვით უნდა ფიქრობდეთ, ვაზროვნებდეთ და მაგის მიხედვით უნდა ცხოვრობდეთ. ხა სარკეზე მივიდა ერთი საზრი. აი სარკეში ხო ადამიანი შეიძლება პირისპირ უყურებდე და ხედავდე საკუთარ თავს და შეიძლება პროფილში დადგე და ნახევარ მხარეს ხედავდე. და აი ქრისტესთანაც ხო საკუთარ თავს პროფილში კი არ უნდა უყურებდე, ანუ საკუთარ რაღაცა დადებით მხარეებს კი არ უნდა ეძებდე ქრისტეში. რა გაკ დადებითი ქრისტეში, არამედ უნდა ეძებდე იმ ნაკლებად მხარეებს. იმიტომ რომ ზოგიერთი არის პროფილში უყურებს და რაც კარგი აქვს, იმის დანახვას ცდილობს და ამეთი თავს ინუგეშებს და არ უნდა იმისი დანახვა, რაც უარყოფითია და არა და რეალურად ადამიანს სარკერისთვის გჭირდება თავი რომ მოიწესრიგო და ის უარყოფითი მხარეები რაც გაქვს, ის მოიწესრიგო და ის აღმოფხვრა და ქრისტეშიც პროფილში კი არ უნდა უყურებდე საკუთარ თავს, თლიანად გაშიშვლებული უნდა იდგე და თლიანად უნდა აღიქვამდეს შენს დადებითსაც და შენს უარყოფითსაც, არა ის რომ მე მარტო ცოდვილი ვარ და მე არაფერი არ შემიძლია, ესეც არაობიექტური შეფასებაა საკუთარი თავის. პლუსსაც უნდა ხედავდე და მინუსსაც და ამას ქრისტეთი უნდა ზომავდე და არის ზოგიერთი ისეთი კეთილსინდისიერი მატყუარა, რომელიც მარტო პროფილში იყურება და მარტო დადებითს უყურებს ვიდრე და არა უარყოფით საკუთარ თავში და მთლიანობაში უნდა იხედებოდე ქრისტეში. რა თქმა უნდა, ცოდვილმა სასო არ უნდა წარიკეთოს, ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ცოდვილი უნდა მოვიკეთოთ, მოიკვეთოს ვინმე, მაგრამ ამას ვამბობ იმისთვის, რომ თუ ჩვენ არ დაუშვებთ იმას, რომ მოციქულები უცოდველები იყვნენ და თუ ამას არ შევიცნობ ჩვენ, რომ ისინი არ ცოდავდნენ, უცოდველებში გულისხმობ, რომ არ ცოდავდნენ. ცოდვილი იყო, როცა პეტრემ უარი თქვა ქრისტეზე და არ ვიცნობო მაგკაცო, მაგრამ აღდგომილი მაცხოვრის დამნახველი პეტრე მერე არ ცოდავდა, მაგრამ მისი რწმენაც მაინც ცოდვილიანობის შესაძლებლობას ტოვებდა, ყველაში ტოვებს ამას, იმიტომ რომ ადამიანის ბუნება იმ ქვეყნადაც დაუცემელი არ იქნება. ნება იქნება დაუცემელი. ანუ ანგელოზის ბუნება დღესაც არ არის დაუცემელი. ბუნება ნიშნავს, რომ აი ანგელოზის შექმნა ისეთი ბუნების, რომელსაც შეეძლო ეშმაკად გამختارიყო. რომელიც მოისურვებდა, ხო? ანუ მოშორებას. სატანა, ანუ წინააღმდეგ, ქრისტეს წინააღმდეგობა, ღმერთის წინააღმდეგობა შეძლებოდა ესეთი ბუნების შექმნა. ის მიქაელ მთავარანგელოზის იგივე ბუნების დარჩა. უბრალოდ ნება განმტკიცდა. და არასოდეს არ დაეცემა, იმიტომ რომ ნება განმტკიცდა ქრისტეში. ასე იქნება პავლე, ასე ვიქნებით ჩვენ, რომლებიც იმ ქვეყნად ქრისტესთან მოხვდებით, იქ უკვე ჩვენი ნებელობა იქნება განმტკიცებული. სანამ იქ არ მოხვდება ადამიანი, ამ ქვეყნად, სანამ რწმენაშია. რწმენა არის, როგორც გითხარით პავლე მოციქულის ნათქვამი, ნახევრად ხედავთ, გამოსახსნელს ხედავთ და როგორც იოანე ამბობს, რომ მე ვნახავთ მას ისეთს, როგორიც ის არის. აი მე რომ ვნახავთ, იქ უკვე ჩვენი ნება განმტკიცებულია, რწმენა გამქრალია და იქ არის ხედვა და არის სიყვარული. ამიტომ აი იოანეს სიტყვები დავასრულებ, შვილნო ჩემნო, ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შეცოდავს, გყავს შუამავალი მამის წინაშე მართალი იესო ქრისტე. ამინ.